მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯონი მობრძანებისთვის. დიდი ხანი არ შევხვედრივართ ერთმანეთს აქ ამ სტუდიაში და ძალიან მომენატრა თქვენი სერიოზული და საინტერესო საუბარი იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც უკვე ხდება. და თქვენ მე ხა მაჩვენებდით რეკლამის დროს საკრებულოს დადგენილებას, ხოთაშორის მეც იმ საკრებულოს ხდომას და მითო დავინტერესდი ამ თემით და მიიღეთ ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც დანარჩენი უკვე თქვენ გითხარით. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს თანაკალაკებს. ძალიან საინტერესო დადგენილება იქნა მიღებული, სულ ახლახან 30 აპრილს გაიმართა საკრებულოს ხდომა, რომელს ხდომაზეც ინიციირებით შევიდა ჩვენი სამსახური და აქ ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო მოსახლეობის, ანუ ბინადმასაკუთრეთა ამხანაგობის ხელშემწყობი და განვითარების პროგრამების დახვეწაზე და იმ მართლებით განვითარებაზე, რომ თანადაფინანსების წილობრივ მონაწილეობაში მოსახლეობას გარკვეულწილად უჭირდა ამ თანხების გადახდა და შევედით საკრებულოს წინაშე წინააღმდეგ, რომ ეს თანადაფინანსების წილი მოსახლეობის მხრიდან შემცირებული იყო მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა და შესაბამისად გაზრდილი იყო თანადაფინანსების წილი თვითმმართველობის მხრიდან. საკრებულომ განიხილა ეს ჩვენი წინააღმდება და გადაწყვიტა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი აი ამ მაისის თვიდან უკვე დაიწყება ახალი პროგრამების განხორციელება სწორედ ამ თანადაფინანსების წილობრივი მაჩვენებლით, რაზეც ახლა გვექნება ჩვენ საუბარი. ბატონ ჯონი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გასულ წლებში, როდესაც თქვენ ხშირი სტუმარი იყავით და ჩვენ პერმანენტულად ვაშუქებდით იმ თემებს, რაზეც უკვე მოსახლეობამ სარგებელი მიიღო, ან უნდა მიიღო. ახლა დღეს მოგვიყევით, გითხარით, რა არის ეს სიახლეები, ჯერ პროცენტულად გითხარით. რამდენად შემცირდა მოსახლეობის კუთხით თანადაფინანსების გადახდა და შემდეგ რაზე აქვთ ხელმისაწვდომობა ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას? მოგახსენებათ, რომ მოსახლეობისათვის განსაკუთრებული მოთხოვნა და განსაკუთრებული პრობლემები იკვეთება საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და მაღლივ კორპუსებში არსებული ლიფტების ექსპლუატაციასთან მიმართებაში. რადგანაც ეს ორი საკითხი და ორი პროგრამა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს მოსახლეობის მხრიდან ამ მართლებით, რომ განხორციელდეს სამუშაოები. და სწორედ ამ მართლებით წავედით ჩვენაც, რომ როგორმე ესე იგი გავსულიყავით იმ მაჩვენებელზე, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეს თანადაფინანსების წილი და მინდა მოგახსენოთ, რომ სახურავებთან მიმართებაში კაპიტალურ შეკეთებაზე გადავედით და უპრეცედენტოდ დიდი თანხა იქნა მიმდინარე წელს გამოყოფილი მთავრობის მიერ, რათა ესე იგი ეს პროგრამა განხორციელებულიყო რაც შეიძლება უფრო მაღალ ხარისხოვნად და აქამდე თუ მარტო გადასახური მასალის გადაცემით შემოიფარგლებოდა მოსახლეობისათვის. დიახ, ახლა უკვე კაპიტალურ შეკეთებაზე გადავედით. ეს უკვე თქვენი სახსრებით. არა, მთავრობამ გამოყო თანხები ჩვენ ბუნებრივია. კი ბატონო, მთავრობის გული. ცენტრალური ხელისუფლებისგან იქნა ეს გადაწყვეტილება თანხის გამოყო. 40 მილიონის ნაწილში დიახ და 4.5 მილიონი ლარი იქნება ორი მართლებით გახარჯული მიმდინარე წელს. ეს იქნება კაპიტალური შეკეთება საცხოვრებელი სახლების 2.200.000 და 2.200.000-მდე ასევე მაღლივი საცხოვრებელი კორპუსებში არსებული ლიფტების სრული რეაბილიტაცია. თუ ჩვენ აქამდე ლიფტებს უკეთებდით მხოლოდ აღდგენით სამუშაოებს და შესაბამისად დახარჯული თანხები არ იყო ვერ იძლეოდა იმ სრულ ეფექტს. ახლა იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სრულად იქნას რეაბილიტირებული ლიფტი, ანუ ფაქტიურად მთლიანი ძველი თუ რამ არსებობს მექანიზმი არის თუ კაბინა თუ ამძრავი საშუალებებია და ბაგერი და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, დარჩება მხოლოდ შახტი და
მოხდება ახალი ლიფტის სრული რეაბილიტაცია, რაც ბუნებრივია იზრდება თანხები ამ მიმართულებით დახარჯულ კაპიტალურ შეკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავრობამ სწორედ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ გვიჩვენია სრულად გაუკეთოთ რეაბილიტაცია და კონდეს ჯანსაღი ლიფტი და ვიყოთ დაცული მაქსიმალურად, მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებული საფრთხის შემცველი მექანიზმი არის ლიფტი და არაერთი შემთხვევა სამწუხარო. დიახ, და სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში რაც გამოყოფილი იქნა თანხა 28 ლიფტი იქნება რეაბილიტირებული სრულად ქალაქში და ეს მიმართულება მომავალ წლებსაც გაგრძელდება და 28 ლიფტზე საუბრობთ წელს. დიახ, იმიტომ რომ 76500 ლარი ჯდება ერთი ლიფტის რეაბილიტაცია სრულად. საკმაოდ სოლიდური თანხაა და აქედან გამომდინარე რომ ეს სოლიდური თანხა იყო მოსახლეობა ვერ შეწუდებოდა, თუნდაც ადრე ქონდა 10%-იანი დაფინანსება, შემდეგ 5%-ზე დავიყვანეთ, მაგრამ ეს 5%-იც კი დღესდღეობით უკვე 3%-ზე დავიყვანეთ, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გამختارიყო თან დაფინანსებაში მონაწილეობა და ეს 3% არის ის მიზერული თანხა ფაქტიურად, რომელიც უტოვებს მოსახლეობას ჯანსაღ და უკვე გამართულ ლიფტს, რომ მათი ექსპლუატაცია იყოს უსაფრთხო. ძალიან კარგი, ბატონ ჯონი, ანუ მე მრჩებაში დავეჭდილება, თქვენ უკვე რაზეც ისაუბრეთ, რომ მოსახლეობას უკვე ექნება ფაქტობრივად განახლებული და თითქმის ახალს მიახლოებული ლიფტები. არა თუ თითქმის, უკვე ახალი იქნება ფაქტობრივად. მხოლოდ შახტი რჩება ძველი, მეტი არაფერი. ბატონო, რაც საფრთხის შემცველი ნამდვილად აღარ უნდა იყოს. თქვენ აღნიშნეთ და მეც აბსოლუტურად გეთანხმებით, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა საქართველოს მასშტაბით, როდესაც ფატალურად დამთავრდა და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ იქნება 28 ლიფტი. და წელს იქნება ეს. აი როგორ მოხდა შერჩევა მოსახლეობას? აი მან სწორედ მაგაზე მინდა ვისაუბრო, რომ შერჩევისთვის არსებობს კომისია, მერის ბრძანებით შექმნილი კომისია, კომისიაში არიან კომპეტენტური პირები, რა თქმა უნდა, ჩართულები, მათ შორის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც, რომ მოხდეს შერჩევა დაუშვათ და არ პრიორიტეტი იყოს ისე გადანაწილებული, რომ თითქმის მოიცვას მთელი ქალაქი. ამ 28 ლიფტის რეაბილიტაცია გულისხმობს მთლიანად ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა უბნებში არსებული განსაკუთრებით ძველ მდგომარეობაში ყოფილი ლიფტები, რომლებიც არიან იმის რეაბილიტაციას. და სწორედ კომისიამ შეარჩია მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი და შემდგომ სპეციალისტების ჩართულობით განსაზღვრული, ესე იგი, მათი ექსპლუატაციის ვარგისიანობის თემა და აქედან გამომდინარე შეირჩა ეს 28 ლიფტი. განცხადება ეს არის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რომ შემოიტანოს მოსახლეობამ და შემდგომ, ესე იგი, დადგნენ ისინი რიგში და ელოდონ რიგს, მაგრამ შეიძლება რიგში მდგომმა გარკვეულწილად კიდე დროში მოუწიოს და იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებულ მძიმე მდგომარეობაში თუ კი არის ისეთი ლიფტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციას ვეღარ იტანს აბსოლუტურად, აი აქ უკვე გადაწყვეტილებას ღებულობს კომისია, რომ ეს ლიფტი იქნას რეაბილიტირებული ამ წელს და დაუშვათ შემდგომში გადავიდეს ისეთი, რომელიც შედარებით ითმეს ამ სამუშაოების მომავალ წელს განხორციელებას. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოგვიძველდა სხვა შორის ეს ლიფტის მეურნეობა ქალაქში, იქიდან გამომდინარე, რომ 40 წლიანი ექსპლუატაციის მქონე ლიფტები, ყოფილი საბჭოური ლიფტები, რომლებიც უკვე მორალურადაც და ფიზიკურადაც უკვე გამწვდარია და მათი, ესე იგი, შემდგომი ექსპლუატაცია უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს არა მარტო მოსახლეობისათვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც კი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯობია გავაჩეროთ ეს ლიფტები, ვიდრე ესე იგი საშიშროება და როგორი საშიშროება მოგეხსენებათ ძალიან რა თქმა უნდა რთული. ეს რაც შეეხებოდა ლიფტებს, ახლა კაპიტალური რემონტები, საცხოვრებელი სახლების სახურავების, აქ ორი მიმართულება გვაქვს, ბრტყელი გადახურვები და ქანობიანი გადახურვები. ბრტყელი გადახურვებში გულისხმება რბილი სახურავი, ეგრეთ წოდებული
ჩვენი დავიანით რო თქვა ტოლიანი გადახურვები და მეორე არის ქანობიანი თუნუქის სახურავები რომლებიც ასევე საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას იმიტომ რომ თუ ტყელგადახურვის პირობებში რეაბილიტაცია ჭირდება როგორც მოსამზადებელი ეტაპი სახურავისთვის იქ ცემენტის მოჭიმა მოსაწყობი შემდგომ პირველი პირი პრაიმერი ანუ ფენა რომლითაც უნდა მოეწყოს პირველი ფენა მერე მეორე ფენა და ასე შემდეგ ეს უკვე დაკავშირებული არის რუბეროიდთან და რაც შეეხება ტყელგენსა და ქანობიან გადახურვებში აქ უკვე ხის კონსტრუქციებიც კი რომლებიც ხანძლების ექსპლუატაციის შედეგად უკვე გამოსულია მწყობრიდან მათი შეცვლა ახლით და შემდგომ გადახურვით სამუშაოების წარმოება და ასევე იმ პერიმეტრზე არსებული წვიმსადენი მილების ღარების და სახურავზე არსებული დაუშვათ დაზიანებული ბუხრების აღდგენა. აი ესე ფართო სპექტრით შევდივართ მოსახლეობაში. ამ მიმართულებით წელს 35 საცხოვრებელი კორპუსის შეკეთებას ვაპირებთ. უკვე შევსებულია პირველი ეტაპი 35 კიდე და წლევანდელი პროგრამა. დიახ. და ტენდერი უკვე შედგა, გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენია, უკვე შერჩევა შეფასების ეტაპზე ვართ და სულ მოკლე ხანში უკვე ხელშეკრულება გაფორმდება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება სამუშაოები, მაგრამ მეორე ეტაპსაც კიდე სულ მოკლე ხანში უკვე დავაწევთ, რო იტყვიან ამ სამუშაოებს და საერთოდ ჯამში მიმდინარე წელს სადღაც 50 საცხოვრებელ კორპუსამდე გვექნება კაპიტალურად შეკეთება. ბატონ ჯონი, მე ახლა მესმის აბსოლუტურად თქვენი გულის თქმა და ხმაც მესმის თქვენი, მაგრამ მაინც უნდა დავსვა ეს კითხვა. წინ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ხომ არ არის ეს დაუშვათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირში მხოლოდ და მომავალ წელს ხომ არ იქნება საშიშროება და ბევრი კითხვის ნიშანი. მე უნდა დამესვა ეს კითხვა. დიახ. დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. კი ბატონო. აი, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი არჩევნებთან კავშირში, აი ჩათვალეთ რომ როგორც წლებში არ იყო. დიახ. არ იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად თემა არის აპოლიტიკური, აქ მოსახლეობის თვითონ აი ხელშეწყობილი პროგრამების განხორციელებასთან აქვს კავშირი და აქ არჩევნებთან ცოტა ისეთი თემაა რომ არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენიერი პასუხი მივიღე, გასაგებია. იმიტომ რომ ეს თუ ვაკეთებდით გასულ წლებშიც გრძელდება წელსაც, პირიქით, ესე იგი ყოველწლიურად ვფიქრობთ რომ როგორმე შევმოსულობთ მოსახლეობას ეს წილობრივი მაჩვენებლები და ზოგიერთ პროგრამებში საერთოდ გავანთავისუფლეთ მათი ვალდებულება და სრულად 100%-ით ვაფინანსებთ. დარჩათ მათ ძალიან მცირე ვალდებულება საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენისა და ასე შემდეგ, რომელთაც თვითონვე განსაზღვრავენ თუ რა საჭიროებას მოითხოვს ესა თუ ის პროგრამა სამუშაოების განხორციელების თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯაღრიცხვებით სრულად უფინანსებთ. რამოდენიმე პროგრამა ასეთი გვაქვს 100%-ით ჩვენი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებით. აქედან გამომდინარე მოსახლეობა დიდ კმაყოფილებას გამო თავიდან ცოტა ისე უყურებდა. სკეპტიკური დამოკიდებულება ძალიან და რამდენიმე წლის უკან სახურავებთან მიმართებაში გადასახურ მასალებთან გადაცემის დროსაც აი იქ გვაქვს ესეთი წესი რომ გარკვეული ვალდებულება აქვთ მათ, ესე იგი საგარანტიო თანხის დადებისა, აი ხარჯაღრიცხვის წარმოდგენის შესაბამისად საგარანტიო თანხის დადებისა და ჩვენ რო ვეუბნებოდით რომ ეს საგარანტიო თანხა თქვენ უკან დაგიბრუნდებათ, ისინი აი მას სკეპტიკურად უყურებდნენ და თავიდან ძალიან ისე თხილად უდგებოდნენ ამ თემებს და მინდა გითხრათ რომ ფაქტიურად პირველი 2 წელი გაგვიჭირდა რა ამ პროგრამის განხორციელება და ეხლა ისეთი დიდი მოთხოვნა არის და იმდენად ისე უკვე ვეღარ აუდივართ ფიზიკურად მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე უკვე რიგითობები დაწესდა და იქაც კიდე გარკვეული კომისიის მიერ უნდა შეირჩეს პრიორიტეტები ვინ უფრო ისეთ მწვავე მდგომარეობაში ყოფია და ასე შემდეგ და თანდათან მოსახლეობისათვის ეს გახდა უკვე ნათელი ის რომ აქ არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ სამუშაოებს, ეს არის თვითმმართველობის ღვიძლის საქმე, რომ მოსახლეობა ჰყავდეს რაც შეიძლება კმაყოფილი აი ამ კომუნალურ თემებთან მიმართებაში. გასაგებია. თქვენ პრიორიტეტებად დაგვისახეთ და გითხარით სახლების გადახურვა და ლიფტების მოწესრიგება.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროგრამები არსებობდა და მოსახლეობამ უკვე იხელმძღვანელა ამ პროგრამებით, მაინც დარჩა ცალკეული სახლები, სადაც მხოლოდ ეს პრობლემა არ დგას დღის წესრიგში. აი დანარჩენ პრობლემებზე როდის დაიწყებთ დაუშვათ ზრუნვას? ჩვენ პარალელურ რეჟიმში ეს პრიორიტეტული მიმართულებები იყო ჩემს მიერ ნახსენები, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვახორციელებთ კიდე 8 სხვადასხვა პროგრამას, რომელიც დაკავშირებული არის საცხოვრებელი სახლების დაუშვათ სარდაფში არსებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასთან. ასევე გვაქვს პარაპეტებისა და წვიმსადენი მილების მოწესრიგების პროგრამა, რაც თუ სადაც კაპიტალურად ვერ ვასრულებთ სამუშაოებს სახურავის მოპირკეთებისათვის, იქ ვეხიდებით ამ პროგრამით. ანუ წვიმსადენი მილები, ძაბრე მოიხსენებათ არანაკლები აქტუალური თემებია ესენიც. გვაქვს ასევე მოსახლეობისათვის აი სარდაფში არსებული წყლის დგომისათვის სატუბლი მოწყობილობების გადაცემის პროგრამა, ანუ შევიძენთ ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ ამ ტომბოების შეძენაზე და მოსახლეობას აბსოლუტურად უფასოდ ვაძლევთ. როგორც იყო ადრე, მაგალითად. ფაქტობრივად ჩუქნით მათ, რომ სწორი ექსპლუატაცია გაუწიონ და ეს თავიანთი პრობლემა მოიგვარონ, რომ იქიდან სადაბიდან ამოიტომბოს ეს წყლები, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის, რა თქმა უნდა, როგორც ანტისანიტარიის თვალსაზრისითაც, ასევე მდგრადობის თვალსაზრისით კორპუსებს. გვაქვს ასევე სადარბაზოების მოწესრიგების პროგრამა, რაც მოიცავს, ესე იგი, დაცულობისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით სადარბაზოების მოპირკეთებას, ანუ შესასვლელი კარებები რომ დაცული იყოს გარეშე პირების ხელყოფისაგან დაუშვათ სადარბაზო და ფანჯრების რეაბილიტაცია, სადაც ენერგოეფექტურობა იქნება შენარჩუნებული დაუშვათ ზამთრისა და ზაფხულის პირობებში შეიძლება განიავდეს ზამთრის. აქაც ადრე გქონდა თანადაფინანსების 10-15%-იანი მაჩვენებლები და ეხლა აბსოლუტურად განთავისუფლებულია ნულოვანი, ასე რომ ვთქვათ, ოღონდ პროგნოზა მათი ვალდებულება რჩება საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა. საპროექტო დოკუმენტაცია ძალიან კარგი. ბატონ ჯონი, თქვენ თქვით სარდაფებში არსებული საკანალიზაციო მილების შესახებ პრობლემა. მე მაინტერესებს, რადგანაც ეს პროგრამები ხორციელდებოდა, სამწუხაროდ არის საერთო საცხოვრებლები, სადაც არ გახორციელდა დაუშვათ შესაბამისი სამსახურების მიერ კარგად და პრობლემა მაინც პრობლემად დარჩა. ამ შემთხვევაში თუ შეგიძლიათ ისევ ამ თემით დაკავდეთ იმავე ბინაში, სადაც უკვე გადაცემული გაქვთ. ნახეთ, ქალბატონო, როგორ არის, იცით, ჩვენ ვახორციელებთ სარდაფში არსებული შიგასაკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას საცხოვრებელი კორპუსის კედლიდან პირველ ჭამდე ჩათვლით. ანუ საკანალიზაციო ხომ არის მე ეზოში ჭები. და შიგნით ბინაში არა? შიგნით არა, შიგნით ჩვენი ვალდებულება ნამდვილად არა. ჩვენ სარდაფში რაცა საერთო სარგებლობის იქ ჩამოდის რამოდენიმე ასე რომ ვთქვათ ვერტიკალური მილი, შემდგომ ის ნაწილდება ჰორიზონტალურად და შემდგომ გამოდის საკანალიზაციო ქსელით პირველ ჭამდე. სამწუხაროდ არის ასეთი შემთხვევები, რომ ჭები ჯერ კიდევ არის, ესე იგი, ექსპლუატაციისათვის უვარგისები, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივი და დიდი ხნის, ასე რომ ვთქვათ, რეაბილიტაცია არ ქმნილი ჭები არის. რის გამოც მათი გაჭედვა იწევს უკუშედინებას ამ სარდაფებში და მოსახლეობისათვის ცოტა რთულად ასახსნელია და გვიწევს, ესე იგი, ხშირი განმარტებები. და სწორედ აქედან გამომდინარე, ქალაქში უკვე იწყება საკმაოდ დიდი პროგრამა რეაბილიტაციისა, როგორც საკანალიზაციო სისტემის, გარე სისტემაზეა საუბარი, ასევე წყალსარინელი სისტემის. ეს საკმაოდ სოლიდური, ისე როგორც წყლის რეაბილიტაცია განხორციელდა ქალაქში და გახდა 24 საათიანი მომარაგება, სწორედ ასეთივე პროგრამით უფრო დიდი მასშტაბით და დაწყებული არის უკვე ავტოგახსნის დასახლებიდან იწყება ეს სამუშაოები და თანდათან მთელ ქალაქს მოიცავს, ამას ალბათ დაჭირდება დაახლოებით 3-4 წელი, მაგრამ
ამის შემდგომ მოსახლეობა ამას იგრძნობს ძალიან ისე მკვეთრად, რომ ეს იქნება უნიკალური პროგრამა, რომელიც განხორციელდება ქალაქში. შემთხვევაში თუ კი ეს უკვე შენობის შიგნით ხდება, ამაზე ჩვენ მოუაროს თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ჩვენ მხოლოდ სარდაფში არსებული საკანალიზაციო შიგა სისტემაზე გვაქვს საუბარი და არა თვითონ ბინებში. ბინები არის უკვე თვითონ კონკრეტულად მოსახლეობის სარდაფში ამაზე საუბარი. ვალდებულება. კარგით, გასაგებია, მე მგონი მოსახლეობა მიხვდა და ძალიან კარგი სარდაფებზე, ესე იგი სარდაფებზე ხორციელდება. ახლა კიდე ერთი შეკითხვა. თუ კი დაუშვათ თქვენ უკაცრავად მოახდინეთ მოსახლეობისთვის, ალკეული ბინებისთვის გადაცემა მასალების, მე მხედველობაში მაქვს გადასახური მასალა, მაგრამ მოსახლეობამ ეს არ გამოიყენა, ან ვერ გამოიყენა, თანადაფინანსება ვერ მოახდინა, სხვადასხვა ბევრი მიზეზის გამო ზოგი აქ არ ცხოვრობს გასულია ქალაქიდან და ვერ აიკრება ის თანხა. მოხდება თუ არა ამ ბინების მიხედვა, ამ პროგრამებში ჩასმა, რადგანაც სახლების გადახურვაზეა საუბარი. თუ გადაიდება ეს პროცესი? ნახეთ, ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ სრული კომუნიზმი გამოაცხადო, რომელსაც არ არის ეს. კი, ვისურვებდით, მაგრამ ჩვენს გარკვეული ვალდებულებები გვაქვს მთავრობის წინაშე და ზოგადად ბიუჯეტის წინაშე, რადგანაც ბიუჯეტი არის შედგენილი თვითონ მოსახლეობის, ასე რომ ვთქვათ, შემონატანებისაგან და ზოგადად ის ივსება თითოეული ადამიანის, ასე რომ ვთქვათ, საშემოსავლოდან, მაგრამ ნახეთ, ეს ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ეფექტურობა იყოს აბსოლუტურად ისეთი, რომ მოიცვას მთლიანად მთელი მოსახლეობა და აქედან გამომდინარე ვერ ვაძლევთ ჯერჯერობით თავს იმის ფუფუნებას, რომ ესეთი მოსახლეობა, რომელიც ვერ ერთვება თუნდაც ელემენტარულ რაღაც თანადაფინანსების წილობრივ მონაწილეობით, რომ მათ სამუშაოები განუხორციელოთ, იმიტომ რომ ამეთი ჯერ ერთი რომ ცუდ პრაქტიკას დავამკვიდრებთ, ანუ ვინც იხთის, იმ არა დაუშვათ და მას გაუჩნდება ცოტა პროტესტის ნიშანი იმისა, რომ მე რო გადამახტევნეთ იმას რატომ არა და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჩვენ იმდენად მიზერულ ციფრებზე გვაქვს საუბარი და თანხები ნახეთ გადასახური მასალის გადაცემის პროგრამაში თანხას საგარანტიოდ ვადებინებთ განსაკუთრებით გარკვეული დროით დეპოზიტზე ბანკში და არასრულად რა თქმა უნდა და ამით ნახეთ რა მივაღწიეთ ადრე თუ ეს მასალები გადაეცემოდათ დაუშვათ და ასე იხარჯებოდა ესა უპრაკონოდ რომ ასე რომ ვთქვათ ეხლა უკვე ვალდებულება გაუჩინეთ წესი ისეთი შევიმუშავეთ რომ ვალდებულება გაუჩინეთ რომ მათ ეს გადაცემული მასალა გამოიყენონ დანიშნულებისამებრ და თავიანთი პროგრამა მოიგვარონ და როგორც კი დაამთავრებენ და დაასრულებენ ამ სამუშაოებს მოდიან ჩვენთან და ჩვენ იმ თანხას რაც საგარანტიოდ ჰქონდა დადებული ბანკში კვლავ უკან უბრუნებთ მათ და ეს თანხა მათ ისედაც ჭირდებოდათ და რატომ სამუშაოების განსახორციელებლად ხომ მუშახელი უნდა დაიქირავონ ისა ხო არ გაკეთება ახლა ყველა ვერასრულებს ამ სამუშაოს და ამიტომ მუშახელს ხო თავისი ანაზღაურება ჭირდება და ეს აკუმულირებული თანხა უკვე მათ ადგებათ აი ამ ასანაზღაურებლად რა და ეს ორი კარგი საქმე კეთდება ერთი რომ ვათვისებინებთ ბოლომდე ამ მასალას და თავიანთ პრობლემას საქმრობთან მიმართებაში ესე იგი ვასრულებინებთ და მეორე რომ თანხა არ აქვს აძებანი მუშახელის კითხვა მე მგონი მოსახლეობასაც უჩნდება ბუნებრივია ეს კითხვები დაუშვათ საცხოვრებელ სახლში არის ორივე პრობლემა როგორც სახლის გადახურვის ასევე ლიფტის აქვს თუ არა იმედი და უნდა კონდეს თუ არა იმედი მოსახლეობას რომ ორივე პრობლემას გადაუწყვეთ თქვენ რა თქმა უნდა თუ კი ესმის რომ შესაძლოა ვინმე გამოთქვას მაგრამ თუ კი ორივე არის დაუშვათ იმდენად დაზიანებული რომ კი რა თქმა უნდა გვაქვს ესეთი გარკვეული გამონაკლისები რა თქმა უნდა რომ ორივე განსაკუთრებით ძიმე მდგომარეობაში როგორც სახურავი ასევე ლიფტი და გარკვეული პრეცედენტები არის დაშვებული წელს მაგალითად ასეთი გვაქვს დაახლოებით 5 კორპუსი სადაც როგორც სახურავი ასევე ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება იმიტომ რომ ისე გქონდათ რა მიშვებული ყველაფერი, მაგრამ მინდა ახლა ვისარგებლო შემთხვევით და თხოვ მოსახლეობას რომ ამ ყველაფერს, რასაც ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, დიდი თანხები ხარჯება და შემდგომ მათი შენარჩუნება, მათი ექსპლუატაციისათვის მოვლა პატრონობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ მოვლა პატრონობაში
მათ უკვე უნდა გამოიჩინონ თავიანთი ინიციატივა იმ მხრივ, რომ არ მიუშვან ეს ჩადარებული სამუშაოები, ასე რომ ვთქვათ, თვითნებობაზე და გარკვეული რაღაც თუ ექსპლუატაცია ჭირდება ნებისმიერ რამეს. მოლაპარაკება ჭირდება ნებისმიერ რამეს, როგორც საკუთრებაში, ისე საერთო საკუთრებაში არსებულს და ამიტომ თხოვნა მექნება თითოეულ მათგანთან, რომ აი ამ განხორციელებულ, ძურადღირებულ სამუშაოებს როგორმე, ესე იგი, გაუხანძლიონ ექსპლუატაციის ვადები თავიანთი სწორი მიდგომით და მოლაპარაკების განხორციელებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და მინდა თხოვნით მიმართოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ამ მიმართულებით იყვნენ ძალიან ფიზლად. ეს კულტურა, რომელიც თვითონ ჩვენგანში უნდა არსებობდეს შინაგანად და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიუჯეტიც არ არის ისეთი რამ, რომ ამოუწურავი შესაძლებლობები არ აქვს ჩვენს ბიუჯეტს და თუნდაც რესპუბლიკის ბიუჯეტს რო ავიღოთ, იგიც გარკვეული სამწუხაროდ ხშირია ეს შემთხვევებიც, ბატონჯონი, მოვიყვანოთ მაგალითი ძელსკამების, რომელიც ბაღებში დგას და შემდეგ უცებ გვხვდება ეს ძალიან ლამაზი ძელსკამები განადგურებული, ან დასახიჭრებული და დამაგრინჯებული. და ეს ძალიან გულისატკი ჯერ ტრანსპორტში როდესაც უჯდებით და ვნახულობთ რომ გაჭრილია და მე ვფიქრობ აი მართლაც გულს მტკენს როდესაც აი სკვერში თუნდაც სადარბაზოსთან არსებულ ძელსკამს დავინახავ და ხან ის აქვს ჩატეხილი ხის რეიკა, ხან კიდე ფეხი მოტეხილი უკან საზურგე ჩატეხილი და ასე შემდეგ. მოუთხილდეთ რა, ეს ხო ჩვენია, ჩვენი ქალაქისაა, ჩვენი საერთო ქონებაა და მინდა მიმართოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ცოტა ისე მოვექცეთ ამ ყველაფერს როგორც საკუთარს. საკუთარია იგი ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისა და მისი მით უმეტეს აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ეს განვითარდა ტურიზმი და ასე შემდეგ, ძალიან დიდი ნაკადი შემოდის უცხოელი ტურისტებისა და მათთვისაც გარკვეულწილად ალბათ იქნებოდა სასიკეთო, რომ დაენახათ კეთილმოწყობილი და მოვლილი დაუშვათ სკვერები, პარკები და მასში არსებული ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ ეს ისევ ჩვენს სახეს, ჩვენს ასე რომ ვთქვათ, პიროვნულ მახასიათებლებს იძლევა. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე და ევროპულ სტანდარტებზე, ბუნებრივია, ჩვენი მენტალური მონაცემებიც უნდა იყოს გათანაბრებული აი ამ მენტალურ ღირებულებებთან და მე ვფიქრობ, რომ ეს დაძლევადია და ჩვენი კულტურა ამას აუცილებლად შეისის ხორცებს. უღრმესი მადლობა. ბატონჯონი, საინტერესო საუბრისთვის, თქვენ ყოველთვის ისეთი ინფორმაციებით მოდიხართ, რომელიც ყოველ თითოეულ ჩვენს მაყურებელს, თითოეულ ჩვენს საზოგადოების წარმომადგენელს აინტერესებს. ჩვენ მზადავართ, ვისაც კიდე დამატებით რაიმე კითხვები გაუჩნდებათ, მობრძანდნენ ჩვენთან მერიაში პირველ სართულზე საბინაო განყოფილება, ადვილად მოსასვლელი ადგილია და შეიძლება დამატებით რაც გაუჩნდებათ კითხვები, კიდე იმ კითხვებზეც უპასუხოთ და შესაბამისად გაუწიოთ დახმარება, რაც შესაძლებლობის ფარგლებში იქნება. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენს ტელემაყურებლებზე, საზოგადოებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებულება თქვენს აქტიურობაზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე. ამ ფორმატით მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, სამშაბათს ზუსტად 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.